მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. გუშინ განგაში გამოცხადა ლიტვას საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი შეიწრა ბელორუსიიდან, როგორც ისინი ამბობენ, ლიტვას საჰაერო სივრცეში და მთელი განგაში ატყდა ამის გამო ქვეყანაში. Переполох на границе с Беларусью. По новостным лентам молнией разнеслась информация о прилете в Литву боевого дрона «Шахед», который Россия использует в войне против Украины. Серьезные ситуации вживую наблюдали журналисты в правительстве. После сообщения о нарушении границы боевым дроном премьера и главу Сейма срочно эвакуировали в безопасное место. Позже глава Минобороны Давиля Шакаленя подтвердила факт нарушения воздушной границы. А вскоре служба охраны государственной границы уточнила информацию. Около половины 12-го пограничники зафиксировали влетевший из Белоруссии и падающий, похожий на самодельный самолет, объект. Он упал примерно в километре от границы на стороне Литвы. По предварительным данным, дрон изготовлен из фанеры и пенопласта, то есть это не боевой беспилотник. Данных о том, что с помощью этой конструкции доставляли контрабандный груз, тоже нет. Опасности объект не представляет. В последнее время литовские пограничники нередко фиксируют случаи, когда с помощью дронов, воздушных шаров, а также самодельных летательных аппаратов из Беларуси в Литву пытаются перевезти контрабандные сигареты. Пограничники проинформировали о происшествии военно-воздушные силы Литвы. Оказалось, что военные тоже зафиксировали воздушный объект. Выполнявшим миссию воздушной полиции НАТО истребителям, которые в то время находились в воздухе, режим готовности был изменен с учебного на боевой. Однако после того, как объект упал, задание было отменено. Ესეთი საფრენი აპარატები თითქმის ყოველდღიურად ფრინდება რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის, რომ არაფერი არ ვთქვათ, ეხა ისრაელში რამდენი ასევე შეიჭრება მსგავსი ტიპის საფრენი აპარატები და ამას ჩვეულებრივად უკვე შეჩვეული არიან ამ ქვეყნის ხელისუფალები, მაგრამ ამ საფრენი აპარატის შეჭრის გამო პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი და სეიმის თავმჯდომარე საულიუს სკვერნიალისი თავშესაფარში გადაიყვანეს. გამოცემა ბლუმბერგი წერს, რომ აღნიშნული უცნობი ობიექტი თავდაპირველად ირანული შახიდი ეგონათ, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლების თავშესაფარში დაუყოვნებლივი გადაყვანა გადაწყვიტეს. Აიღლა ეს ის ქვეყანა არის, მეგობრებო, ლიტვაზე მაქვს საუბარი. ყოველდღე რო გვიკიჟინებს ჩვენ, მედგრად დადექით რუსეთის წინააღმდეგ და გაუწიეთ წინააღმდეგობა უკრაინის მსგავსათო. ესე იგი, ერთი საფრენი აპარატმა პანიკაში მოიცვა მთელი მთავრობა. თავშესაფარში ჩავიდნენ, ლამის საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. და აქ ჩვენ, როდესაც სამი ომი გადავიტანეთ ფაქტობრივად უახლოეს პერიოდში რუსეთთან და ჩვენ თავზე ვიწვნიეთ რა არის რუსეთთან ომი, ეს ხალხი, რომლებიც ბოდიში და ერთ ადგილზე შემძვრალები არიან, როცა რაღაცა ხდება, ესენი გვიკიჯინებენ ევროპარლამენტიდან, ევროსაბჭოდან, ტუქსავერ, ესე იგი, პრორუსულ ხელისუფლებას უწოდებენ დღევანდელ ხელისუფლებას და თვითონ არიან კურდღლები, მეგობრებო, შიშრები, ლაჩრები და ერთი ბოდიში და მართლა რუსეთმა რო გაისროლოს შეიძლება მთელი ეს ხელისუფლება ლიტვას და გინდა შემდეგ მათი მეზობლების ვნახოთ კუდამოძუებული იქიდან. ერთმა საფრენმა აპარატმა რა დღეში ჩააგდო ეს საცოდავები. წარმოგიდგენიათ თქვენ? და აქედან გამომდინარე დასკვნები თქვენთვის მომიდია, რომ სხვისოფში ყველა ბძენიაო და აქ ჩვენ ჭკუას იმაშვებიან, გვიკითხავენ, თვითონ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს ეხლახან და ესტონეთში და რაღაცა პრობლემები შეექმნათ იქ და თვითონვე აღიარეს მე რაღაცა აპარატების პრობლემა იყო. ასევე ის რომ მაგალითად ბევრი რო ლაპარაკობს რომ აი ესენი ცივილიზებულ სამყაროს შეუერთდნენ და ეხლა მაგენი სამშვიდობოს არიან გასულები. რატო ხდება რომ მთელი ეს ბალტიისპირა ქვეყნების მოსახლეობისგან დაიცალა
ეს ტერიტორია და ფაქტობრივად გასულები არიან ამ ქვეყნებიდან. თუ კი კარგი ცხოვრებაა, თუ კი მაგალითად საამურია ევროკავშირში ყოფნა, რატო არის რომ მიგრაცია საშინელი ამ ქვეყნებიდან? და რატო არის რომ რაღაცა დიდათაც ეხლა ვერ დაიკვეხნის ეს ბალტიისპირა ქვეყნები? აი ეხლა შეადარეთ ბალტიისპირა ქვეყნები, გინა ერთად ცალ-ცალკე, გინა ერთად და შეადარეთ მაგალითად ბელარუსი, შეადარეთ მაგალითად იგივე რუსეთი. ეხლა გასაგებია ცოტა ის სხვაობა არის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობასა და ტერიტორიებს შორის, მაგრამ სანქცირებულია რუსეთიც, სანქცირებულია ბელორუსიც და მიუხედავად ამისა უკლავდება და ესენი ხო წიაღში არიან ევროპის. რატო ვერ შეიქმნა სიმძლავრეები ეკონომიკური? არ ვიცი, ამაზე დაფიქრება გვმართებს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ბევრი ამბობს რომ აი ჩვენი გზა და ჩვენი ადგილი ევროპაშია. ჯერ არავინ არ გვიღებს ამ ევროკავშირში, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ მართლა რომ ევროკავშირში ჩვენ აღმოჩნდეთ. ისეთი რეგულაციები იქნება, ვიღაცა თუ ყველი საწარმოო ხვალვე დახურავს, იმიტომ რომ იმ კაც რეგულაციებს ვერ გაუძლებს. ვიღაცას თუ აქ რაღაცა აქვს მაგალითად ხორცის წარმოება იმ რაღაც პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, იმიტომ რომ აქ უნდა მკაცრი რაღაცა მოთხოვნები, რომელიც საფუძველია იმისა, რომ ჩაიძიროს ადგილობრივი მეწარმე და აქ შემოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ უცხოური სააწარმი. მხოლოდ რაღაცა 1-2 რამე შემორჩება ქართული, ისედაც რა გავაკეთეთ ჩვენ სიმართლე რო თქვა, მაგრამ ისიც კი ჩაიძირება. იმიტომ რომ ასე მოხდა ამ ბალტიისპირა ქვეყნებშიც. რაზე დგას თუ კარგი ცხოვრება რატო გარბიან ეს რომ მიგრაცია საშინელი არის ეს ხო დამტკიცებულია და ამას ვერავინ ვერ წაუვა ამ ყველაფერს ხო და ჩვენ ვხედავთ რომ მაგალითად იმ ქვეყნებში სადაც სანქცირებული არის დასავლეთის მიერ არათუ მიგრაცია ეკონომიკური ნამდვილად კეთილდღეობა ნამდვილად არის. ამიტომ დასკვნები მომინდი ახლა რატო დავიწყეთ ეს გადაცემა ახლა რომელიც ქართულ პოლიტიკას არ ეხებოდა იმიტომ დავიწყეთ ამ თემით საუბარი რომ ეს კურდღლები ჩვენ გვაქეზებენ რუსეთის წინააღმდეგ და თავად არიან შიშრები როდესაც რაღაცა აფრინდება მათ თავზე. აი ეს არის მათი პოლიტიკა, აი ეს არის მათი მხტალი ხასიათი. არასდროს საქართველოს ისტორიაში კიდე არასდროს არ მდგარა ეგენი ჩვენ მხარეს. მაშინაც 2008 წელს იმიტომ ჩამოვიდნენ, ბევრი რო გმირობა თუთulis, მაგალითად ბალტიისპირა ქვეყნებს და უკრაინის პრეზიდენტ იუშენკოს ჩამოსვლა, იმიტომ რომ კიდე მეტად ესე იგი ჩვენ აქ გაგვეხსნა ფრონტი, რომ ჩვენ ამოუწყვეტილიყავით და რუსეთთან გვეწარმოებინა ომი. აი ამისთვის იყვნენ ჩამოსულები. და ის კი არ აინტერესებდათ რომ გაწყდებოდა ქართველიერი აქ. და დღესაც ევროკავშირის პოლიტიკა და დასავლეთის პოლიტიკა არის მიმართული იქითაკენ, რომ აი როგორც უკრაინელები გაწყდნენ ამ ომში, ისე გაწყდეს საქართველოს ამ ომში. და მათ არ აინტერესებთ მე რაოდენობრივად რა რამდენი დავრჩებით. ტერიტორია იქნება, აქ შემოვა სხვა ერები. უკრაინა რა თქმა უნდა იქნება იარსებებს, მაგრამ იმ ტერიტორიას სხვა ეთნოსები დაიკავებენ. ეგვიპტეც არსებობს და ძველ ეგვიპტელებისგან არავითარი კავშირი ამას აღარ აქვს, ხო? ასე არის ჩვენი ბედკრული ქვეყანაც. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება და სხვა საინტერესო თემებზე საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები გახდათ ბატონები დავით ზირაქიშვილი, სამართლის ექსპერტი, ადვოკატი, ბატონი სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსის ლიდერი. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმებით ზურფას ტელემაყურებელს და მშვიდობიან დღეს უსურვებ. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. აი მოდი რახან ამ თემით დავიწყეთ. დღე არ გავივლის ისეთი გვარები აქვს აქ ჟიტაუტას, გიჟუნაუსი თუ რა ვიცი, საშინელი ენას მოიწეხ მაგათ გვარებზე რა. ამ ევროპარლამენტარი ბალტიისპირა ქვეყნებიდან ყოველდღე მკაცრი განცხადებებით გამოირჩევიან ჩვენს მიმართ, რომ ეს არის ხელისუფლება ანტირუსული. და აგერ ერთმა რაღაცა გასარკვევია კიდე საიდან შეფრინდა ეს და მთელი მთავრობა იმაში შოკში ჩააგდო და იმაში ჩაზრდნენ, რა ქვია, საცავებში დაბლა და კაცმარიცის იქ როგორც აღსახებდნენ და ვინიცის იქ რა დღეში ჩავარდნენ. აი ამ ფონზე, აი ეს ორი მაგალითი რო ავიღოთ ჩვენზე დამოკიდებულება და თვითონ აგერ რა დღეს ჩავარდეთ. აი რა შეგიძლიათ თქვა, რამდენად აი ადეკვატურია ამ ყველაფრის ფონზე ის პოზიცია, რომ ჩვენ ამათ არ უნდა დაუჯეროთ ჩვენ გზას მივყვეთ და ეს რეზოლუციები და ეს მათი განცხადებები როგორც იტყვიან, აი გავატაროთ ყველაფრის მიღმა. და ეს ყველაფერი ხდება ძვირფასო ტელემაყურებლებო იმ ქვეყანაში, რომელიც ნატოს წევრია. აი ესეც თქვენი ნატო,
რო ამბობენ რომ ნატო არის უსაფრთხოების გარანტი და ნატოს ქოლგა და ასე შემდეგ და ისე შემდეგ, ხო ხედავთ, ერთი უბრალო ქეციანი საფრენი აპარატი შევიდა ტერიტორიაზე, ქვეყნის ტერიტორიაზე და პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფში ჩაძვრნენ და დაიმალნენ. და ჩვენ გვეუბნებიან რომ აუ მიდით და გახსენით მეორე ფრონტი რუსეთთან. ჩვენ მეორე ფრონტი კი არ უნდა გავხსნათ, თუ გაიხსნა, ბოდიში და არასოდეს არ გაიხსნება ალბათ. მაგრამ მეორე ფრონტი უკრაინაშია გახსნილი. პირველი ფრონტი ჩვენ გქონდა 2008 წელს და 2008 წლამდეც 1988 წლიდან 99 წლიდან ჩვენ სულ კონფლიქტები გვაქვს და სულ უბედურება გვაქვს. და ნახეთ, არ სიამოვნებთ, არ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული, ეკონომიკურად აღმავლობის მქონე და ასე შემდეგ. 1000-ნაირი სატრანსპორტო და შუადერეფანი და სხვადასხვა პროექტები ხორციელდება საქართველოში, თუნდაც სატელეფონო კაბელი შავი ზღვის ფსკერზე და აგერ ანაკლიის პორტი შენდება, აგერ ის ჩქაროსნული ტრასა, ჩვენ რო ავტობანს ვეძახით, სინამდვილეში ავტობანი არ არის, ჩქაროსნული ტრასა მთავრდება, კიდევ სხვა მრავალი საავტომობილო, სარკინიგზო კომუნიკაციები იხსნება და გაიხსნება კიდევ ბევრი და არ სიამოვნებთ. რატომ იცით? იმიტომ რომ კლაიპედას პორტი აქვს იქა და კლაიპედას პორტი იყო დატვირთული და ძალიან დიდი ფული შედიოდა კლაიპედას პორტიდან. ძირითადად რუსეთიდან და თუნდაც სამხრეთ აზიიდან, ბოდიში შუა აზიიდან. ეხლა ეს პორტი არის გაჩერებული და აგერ შესაძლებელია ანაკლიის პორტი გაიხსნას და საერთოდ საქართველოს გახდეს სატრანსპორტო ჰაბი. და ნახეთ რა უნდათ. ჩვენთვის უნდათ უბედურება რომ ომი და აქ სისხლისღვრა და ის ხდებოდეს, რასაც უკრაინიზაცია ქვია. და უკრაინიზაცია დაღუპულია მეგობრებო, გუშინ წინ უყურეთ ალბათ საინფორმაციო გადაცემებს ტრამპის და პუტინის საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა რომ მე იმედ გაცრუებული ვარ რომ პუტინთან ლაპარაკის შემდეგო იმედ გაცრუებული შეიძლება არასწორი სიტყვა unhappy თვითონ ამერიკულ საშუალებებს გავეცანი და პუტინმა თქვა რომ unhappy არაბედნიერი unhappy არ ვიცი ახლა ზუსტად როგორ თარგმნო. ყოველ შემთხვევაში ძალიან ცუდად დამთავრდა მათი საუბარი და შედეგი რა არის? კიევზე წარმოუდგენელი თავდასხმა. აი ეს უნდოდა თბილისზეც რომ ყოფილიყო და ჩვენ გავწყდებოდით, აღარ ვიქნებოდით და როგორც შანს ბალტიისპირეთის ქვეყნებს სუფეხებზე კიდიათ ჩვენ ვიქნებით თუ არა. და სხვათა შორის მე კომუნისტების დროს ნაყოფი ვარ ლიტვაში და ლიეტუაში, მაშინ ლიტვა ერქვა. ლიტვასა და ლატვიაში ნაყოფი ვარ და სხვათა შორის ესეთი წარმოდგენა გქონდა ყველას, რომ მათ ეჯავრებათ რუსები, მაგრამ აი ქართველს თუ დაინახავენ, აუ ქართველები ძალიან უყვართ. ჩემი თვალით დავწმუნდი რომ არც ქართველები არ უყვართ იმათ, არც რუსები არ უყვართ და არც ერთმანეთი არ უყვართ აი ამ პრიბალტიკის სამ რესპუბლიკის მცხოვრებლებს. აი მე მახსენდება იცით ის წლები ესე იგი ლანდსბერგისი ეფიცებოდა გამსახურდიას დიდ მეგობრობას, დიდ ძმადნაფიცობას და იყო რაღაცა ურთიერთობებით და როდესაც ჩამოაგდეს გამსახურდია ერთი მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია ლანდსბერგის გამსახურდიასთან მიმართებით. არასდროს ისინი აი 2008 ის რომ იყო 93 წელს აფხაზეთის ომი გინახია თქვენ მაგათი მხარდაჭერა აფხაზეთის ომი რო იყო გინდაც მანამდეც კიდე სად ყოფილა მაგათი მხარდაჭერა ერთი მაინტერესებს სიტყვიერი მაინც განცხადების დონეზე ძალიან ცივი ხალხია მან ძალიან აი მე რას ვფიქრობ იცით მეგობრებო ეხლა უკვე ისე იზაბება სიტუაცია აგერ ეხლა ახალმა ხელმძღვანელმა გერმანიის კანცლერმა გააკეთა განცხადება მე მინდა რომ ეს განცხადებაც წაგიკითხოთ მე ორი გზავნილი მაქვს ერთი მოსკოვისთვისა პრეზიდენტი პუტინისთვის გზავნილი ძალიან მარტივია ჩვენ არ დავნებდებით ჩემი მეორე გზავნილი კი ვაშინგტონისთვისა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დარჩი ჩვენთან დარჩი ევროპელებთან ჩვენ ერთხარეს ვარ ჩვენ გსურთ სტაბილურ პოლიტიკური დღის წესრიგი მსოფლიოში იდექი ჩვენთან ერთად ჩვენი საერთო ისტორიის მხარეს ფრიდრიხ მერცმა გააკეთა განცხადება რომში უკრაინის
აღდგენის კონფერენციაზე. ეხლა ამათ იცი რა თავისი წინაპრების სისხლი რაღაცნაირად ეთყობა აწუხებთ ესმით თითოეულ გერმანელს. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს გერმანიაში. ქართველებიც, სხვათა შორის, ბელორუსებიც, რუსებიც და აი თვითონ ახლა გერმანულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს რო გადავხედო და თვითონ იქ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ხო, ეს ხალხი, გერმანული პოლიტიკური ელიტა მომართულია იქითკენ, რომ ისინი თვლიან, რომ რუსეთი არის დასუსტებული და მათ შეუძლიათ იმ რევანშის აღება იმ წაგებულ ომზე, რომელიც მათ განიცადეს. კენინსბერგში მათ კვლავ ელანდებათ ის, რაც მათ წინაპრებმა ვერ გააკეთეს. და ეხლა თვლიან რუსეთი, ვინაიდან ეხლა რაღაცა თითქოს ცოტა პრობლემებში არის უკრაინასთან და ამ დროს ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად რუსეთი ეხლა ვიღაცას თუ გონია უკრაინასთან ომობს, მაშინ სულელები ყოფილიყავ. უკრაინა ომობს დღეს ნატოსთან, ომობს დასავლეთთან. თორე უკრაინასთან რომ ომდეს, ეს დიდი ხანია დამთავრებული ხდებოდა ეს ომი. და ჩვენ ამ ფონზე უნდა ავირჩიოთ ისტორიის რომელ მხარეს დავდგეთ მართლა. დღეს თანამედროვე ფაშიზმი მოდის როგორც 41-ში დასავლეთიდან. იმიტომ რომ როგორც მაშინ იყო აი რაღაცა წახალისებული ისეთი მოვლენები, რომელიც მიუღებელი დღესაც ესე არის. დღეს სოდომია, ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სოფხედველობის წინააღმდეგ მოძრაობები ევროპიდან არის. გადით ევროპაში, შედით რომელი ქვეყანაშიც გინა და როგორი LGBT გარყვნილება არის. ვიღაცები აი რო შევადარო ჩვენ რო ლაპარაკობთ რომ აი ჩვენ ცოტა გვიჭირს ეს მიგრანტები ხალხო, ეხა ჩვენი პრობლემებიდან გამოვდივართ, თორე მიგრანტები იქ უნდა ნახოთ გერმანიაში, ქუჩაში ვეღარ გადიან, ღამე დაჭრები არის, ის გაუპატიურებები და უამრავი ფაქტებია. კრიმინალურ ქვეყნად იქცა უკვე. არის რაიონები, სადაც ვერ შედის პოლიცია. და მე ლაპარაკ ერთი მეგობარი, აი და ყველაზე უფრო აი ჩვენი სიტუაცია, აქო გერმანიაშიო უცხოელი უფრო მაღლად დგას ვიდრე გერმანელიო. გესმით თქვენ? ეს გერმანიაში ტრაგედია. ეხლა ამას ვიღაცა რომ მოისმენს ქართველი ამას ვერ დაიჯერებს, მაგრამ ესე არის. ეს არის, მათი გახსოვთ ამერიკაში მთელი, ესე იგი, ერთი წელი თუ ორი წელი ფერად კანიანებს, ესე იგი, უჩოქებდა თეთრკანიანები, ხო გახსოვთ? ფეხზე რო კოცნი და გახსოვთ? ხო, რაღაცა მოხდა იქა შემთხვევა, ვიღაცა პოლიციელებმა, ძალას გადაამეტა და ამის გამო რომ ის დაიღუპა მთელი, ესე იგი, ფერად თეთრკანიანები ფერად კანიანებს, მერე უჩოქებდნენ ფეხზე კოცნიდან, ამით იწყებოდა დაჩოქილი იწყებდნენ თამაშებს. და ესეთივე არის გერმანიაში ეხლა მიგრანტები რა თუ მოისურვებენ გადაბუგავენ ყველაფერს. აი ესეთი უნდათ ამათ ეს სოფლიო და ესეთი უნდათ ქვეყნიერება. ამიტომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ სადგევართ ამ თანამედროვე ფაშისტების მხარეს თუ დგავართ იმ ქვეყნებთან რომლებიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. არ ვიცი, ნუ ესე უნდა ავირჩიოთ ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ. არჩევანი დიდი ხანია გაკეთებულია, მაგრამ თვითონ ევროპამ გააკეთა. თვითონ ევროპამ გააკეთა ეს არჩევანი, მაგრამ ჩვენებს არ უნდათ რომ ეს გაფორმდეს და ჩაიხსნას ეს ევროპისგან, ჩაიხსნას ამ ურთიერთობისაგან ქვეყანა. ევროპა წალეკა მიგრანტებმა, ევროპა წალეკა ანტიქრისტემ, სოდომიზმო წალეკა ევროპა. აი ამის გადმოტანა უნდა ჩვენთან. გადმოიტანეს კიდევაც, ნაკლები სოდომიტი ყავს ჩვენა. ეკლესია დაკარგა ევროპამ. საერთოდ დაკარგა ეკლესია, რომელიც ფაქტიურად დღეს სოდომიტებით და პედოფილებით არის სავსე. ევროპამ როგორც ცივილიზაციამ თავისი მისია სოფლიოში ამოწურა უკვე, ის სულს ღაფავს. იმიტომ რომ ძველი ევროპული ცივილიზაციიდან არაფერი აღარ დარჩა. აი სწორედ აღინიშნა ქვეყნის მესამედი არიან უკვე მიგრანტები, გინდა საფრანგეთი, გინდა გერმანია, გინდა ესპანეთი, აიღეთ ნებისმიერი ქვეყანა, ბელგია, დანია, დიდ ბრიტანეთზე საუბარი აღარ არის, კაცი არ აყავთ ადგილობრივი კადრი, რომ თანამდებობაზე დანიშნონ. ძირითადად თანამდებობაზე ინიშნებიან მუსულმანები და ინდუსები. კადრი აღარ დარჩა, ინგლისელი. გენეტიკურად ინგლისელი. ძალიან ცოტა არის. თუ არ იქნება ისიც მორალურად გადაგვარებული. ამიტომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი გზა და არჩეულიც არის.
ეს დღეს იქნება თუ ხვალ იქნება გაფრონდება. ჩვენ დაბრუნდებით იმ წიაღში, სადაც მართლმადიდებელობა მე ვერ ვატყობ ბატონო დავით რომ ჯერ არჩეული გვაქვს ჩვენ ეს გზა. ხალხს აქვს არჩეული. ხალხი არ წვიტავს, ეხლა ხალხი რო წვიტავდეს, მაშინ გერმანელი ხალხის უმრავლესობაც სიმართლე რო გითხრა არ იყო მომხრე იმისი რომ ჰიტლერი ყოფილიყო იმ ხელისუფლებაში. კი, დიდი რაოდენობა უჭერდა მხარს, მაგრამ იყო პროგრესულად მოაზროვნე ხალხი. ის მაშინ იმ პერიოდში. ხო, და ეხლა ჩვენ საზოგადოება ჰიტლერის დროს იყო რევანშიზმით გაჟღენთილი, იმიტომ რომ ფაქტიურად პირველ მსოფლიო ომში დამარცხება მარტო დამარცხება არ იყო, ფაქტიურად გერმანიას აუგრძალეს მძიმე მრეწველობა, სამხედრო შეიარაღების წარმოება, ჯარის ყოლა, მთელი ეროვნული ინტერესები ფეხქვეშ იქნა გატელი და როცა უკვე წამოვიდა ჰიტლერი ეს მისი პარტია, ნაცისტური პარტია, აი მაშინ უკვე ხალხმა დაიწყო გამოღვიძება და აბსოლუტურად ხარი დაუჭირა. მაგრამ შემდეგ რა შედეგიც დადგა ნახეთ ჩვენ. ამიტომ ეს ევროპა აღარ არის ის ევროპა და აღარ არის ის საინტერესო და მოსახლეობლი ჩვენთვის, რაც ჩვენ გვახსოვს. დღეს ევროკავშირში შესვლა ნიშნავს საკუთარი ქვეყნის განადგურებას ბოლომდე, აი ბოლომდე განადგურებას, ის რაც დარჩა. აი თუნდაც ჩვენ გუშინდელ გადაცემაში ოჯახის ტრადიციებზე ვილაპარაკეთ, კაცო. ეს იქიდან წამოსული არის. ეს ოჯახურ ტრადიციებს კი არ იცავენ, ქალის უფლებას კი არ იცავენ. პირიქით, ოჯახური ტრადიციის გაღწნაზე მიდის საუბარი, ქალი ქალს აღარ აგავს, ქალმა დაკარგა თავისი ასე ვთქვათ, როლი ოჯახში, პირველ რიგში კაცს დააკარგვინეს, როგორც ოჯახის უფროსის, როგორც შემომტანის უფლება, ვალდებულება დააკარგინა ამ გენდერული თანასწორობის კანონებმა, ამ ევროპულმა მსგავსებებმა. დაიკარგა ეს ყველაფერი. აი, რესტორანში შედით და დღეს აი ნებისმიერ რესტორანში შედით. როცა ადრე იყო რომ 80% კაცები იყვნენ და 20% თუ ქალი იქნება, დღეს 20% კაცია ქართულ რესტორანებში. 80% არის ქალები. აი, შეხედავ და სულთა ერთ კაცს ვერ ანახავ, კაცო ქალებს შორის. არა, ეს არის დაგლახავება, გეთახმები. დაგლახავება ეს ევროპიდან მოდის. არა, მე კაცის ფუნქცია იქ დაგლახდა. აი ახლა პრიბალტიკის ბალტიისპირეთის შეიარაღებაზე და იმ შიშზე ვსაუბრობთ, კაცო. რა შეფრინდა? ფანერითა და პენოპლასტით გაკეთებული საფრენი აპარატი. დაკარგეს, იმათ კაცმაც ფუნქცია დაკარგა, ჯარმაც ფუნქცია დაკარგა. რა ჯარი ყავთ? ან გერმანიას რა ჯარი ყავს? ეხლა დაიწყეს გამოცოცხლება, მაგრამ ძირითადად სადაც რასაც ახიან ტრანსექსუალები იქნებიან, ჯარში ის რა ჯარია, სადაც ჰომოსექსუალები იქნებიან ჯარში ის რა ჯარია. არა ბატონო და ეხლა რას გეტყვით, იცით? აი ხა ერთი რამე არის რა. ერთი მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ რა. აი თქვენ რითაც დაიწყე მინდა გავაგრძელო ეს თემა. ეს ქვეყანა მოიტანეს კაცებმა, რა თქმა უნდა, ქალებსაც დიდი მისია ჰქონდა, ჩვენ დიდი მეფე ყავდა წმინდანი თამარ მეფე, რომელიც თვითონ უძღვოდა ჯარს ხოლმე. ჩვენ ყავდა ასევე გმირი დედები, რომლებიც უძდიდნენ სახელოვან შვილებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ესე დაჩაჩანაკებული საქართველოში კაცი არასდროს არ ყოფილა, იმიტომ რომ კაცმა დაკარგა ფუნქცია. დღეს ყველა ლანძღავს ქართველ კაცს, რომ ქართველი კაცი გამოიყვანეს მოძალადეთ, ქართველი კაცი გამოიყვანეს, ესე იგი, გაუზდელად, რაღაცა უკულტუროდ, უსაქმურად, რომ მუშაობა არ უნდა ქართველ კაცს თურმე. გესმით? აი ამისი პროპაგანდა მიდის დღეს. რაც არის ძალიან სამწუხარო ქვეყანაში, იმიტომ რომ ესე ბოდიში და თუ გაგზელდა ჩვენ ამ ქვეყანას დავკარგავთ. ჩვენ დავკარგავთ ამ ქვეყანას. იმიტომ რომ თუ რამე არის პრობლემა, იმიტომ არის პრობლემა, რომ ღირსეული ყველას არ შეუძლია რომ იმუშაოს მაგალითად სიტყვაზე კურიერად ან მოტოციკლებზე ვერ დაждდება 60 წლის კაცი. და ვერ იმუშავებს ზოგი ტაქსისტად.
მშენებლობაც მაგალითად მძიმე სამუშაოა. ჩვენ გქონა გამოთვლითი ცენტრები, მათემატიკური, ჩვენ გქონა ლაბორატორიები, ჩვენ გქონა ისეთი საწარმოები და ფარხნები, სადაც ინტელექტუალური შრომა იყო, არ იყო მძიმე შრომა. ყველას არ შეუძლია ფიზიკური შრომა, მშენებლობებია დღეს ძირითადად, ხო? და დღეს და ისიც რა ხელფასაზე. ადამიანს არ აქვს ხელფასი. ადამიანი თუ გინდა თუ გაანადგურო, არ უნდა მისცე ელემენტარული მატერიალური საშუალება რა, რომ ოჯახი არჩინოს. აი ხა მე ხშირად გამიგონია რომ მე ძირად არა ვარ მოხიბლული იმითი რომ ქართველი კაცები არიან საქართველოში და ქალები მიდიან უცხოეთში სამუშაოდ. მე ეს არ მხიბლავს მეგობრებო. მე ვეწინააღმდეგე, მაგრამ აი ხა ამერიკაში და ევროპაში შრომის უფლება არ აქვს კაცებს. და ქალს იქ ძირითადად ქალები მუშაობენ მომლელებად. ესე არის. რომელ კაცს უხარია საკუთარი ცოლი გააგზავნოს უცხოეთში? არ არის ეს მისასალ, მე კი არ ვამართლებ. და კი არ ამას არ გაიგოთ რომ მე მირჩევნია რომ ეხლა მე მაგალითად არ დაუშვებ მაგას რომ ეხლა ცოლი გაუშვა იქა ეგ არ არის ჩემ რა ქნას ეხლა აი ვალი რო აიკიდა ადამიანმა გადარჩენაზე როა ბინა რო არ დაიკარგოს რაღაცა იძულებულია ზოგი რომ აი ეს ნაბიჯი გადადგას ეს სიმწრის ნაბიჯი და გამოდის ზოგიერთი ბოდიში სასულიერო პირი გამოდის ისა და მოძღრა იცით რა ის თქვით რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას ეს იგი გამოდიან და ლაპარაკობენ, აი, იცით რა არის, რა კაცია ის, ვინც გასაგებია, მაგრამ რო ესეთი სიტუაცია რო დგას, რომ შვილები შეიძლება მშიერი მოკოდეს, ბინა დაკარგოს, აი, მითხარი რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში? მე მაგალითად ესე ვიტყოდი. მე კი არ ვამართლებ ამას, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. თუ ამას იძახი, ისიც დააყოლე რა არის ამის მიზეზი. და არ შეიძლება ერთპიროვნულად ესე იგი მიწაში ჩადო კაცი რომელიც ბოდიში ამ ნაბიჯი რომელ კაცს უხარია საკუთარი ცოლი რომ იქ გაუშვას მაინტერესებს არც ერთი ადამიანი რომელიც მიდის უცხოეთში სიამოვნებით არ არის და მე კიდე იმას რატო არ აღნიშნავენ რომ ნახე მე მაგალითად მეგობრები მყავს საფრანგეთში გერმანიაში 4 წელი არ აქვს უფლება შრომის ვერ იმუშავე თუ მივლენ სადმე საბუთი უნდა არც ერთ კომპანია არ დაასაქმებს იქა რა და ამას კი არ უკიდურეს არალეგალებად არიან. ხო და ვერ იმუშავებენ და იქ ხალი როგორც მონა ისია. იქ უკვე ვის ოჯახშიც მუშაობს, იქ იმისი ბრძანებები უნდა შეასრულოს, ხანდახან ისეთი ბრძანება, რომელიც საერთოდ არ ეხება იმ ადამიანს მოვლის კატეგორიაში ვამბობ, მაგრამ და თუ აი გამოჭერილები ყავთ, ამოიღებ ხმას, არალეგალი ხარ, გაგადებორტებინებ აქედან. ეხლა ვინც მიდის გმირობის ტოლფასია ძვირფასო მეგობრებო ხა ყველა ვართ ევროპაში ან სხვა ქვეყნებში ნამოგზაურები და როცა მოგზაურობ, როცა მუზეუმში შედიხარ, როცა კაფეში ჯდები ან რესტორანში და არქიტექტურას ათვალიერებ, ქალაქებს ათვალიერებ, შოპინგობ, მაშინ არის მოგზაურობა კარგი, მაგრამ შენ როცა იქ მუშაობ, წელს იწყვეტ და მონასავით ახარ, მაშინ ძალიან მძიმეა იქ მუშაობა და ბევრი სკაიპით ზრდის შვილებს და შვილიშვილებს. და იმიტომაც იზრდებიან მე არასასრულ. იმიტომაც იზრდებიან არასრულფასოვან მოქალაქეები. არა, მე კიდე რა არის, აი შეგაწყვეტ, აი მე არ შეიძლება შენი ერი დააკნინოს სულ, შენ ერზე ცუდი თქვა, შენი ერი შეადარო ვიღა. აი ხა იმ დღეს გამოვიდა ერთ-ერთ ტელეკომპანიაზე, ადრე მახსოვს ეს კალპატონი რაღაცა იმაზე დემოგრაფიულ საკითხებზე მსჯელობდა. აი ხა მოგასმენინებთ ერთი ამ განცხადებას და მე მოდი რამაზე მივიჯეროთ. მე ხლა ვისაც ვიცნობ ინდოელებზე მაქვს ძალიან მონდომებული სტუდენტები არიან სწავლობენ. თუ ვინმე სწავლობს ხა ჩვენთან სამედიცინო ფაკულტეტზე არიან ძალიან ბევრი დღედაღამე სწავლობენ ეს ბავშვები. ჩვენი ქართველი სტუდენტები რომ დღედაღამე წინთან ძლივს მიიყვან და არ უნდათ სწავლა გამოცდები მოდის და კიდევ შენ პროფესორი და ლექტორი თხოვ აკითხავ ურეკავ მოდი გასწავლო უღეჭავ კონსპექტს უკეთებ ოღონდ რამე ჩავიდეს მაგათავში ამ ბავშვებთან ეს არ გჭირდება ესენი დღედაღამე ზიან და მუშაობენ ისა სწავლობენ პლუს მუშაობენ ესე იგი ამ ხალმა გამოიყვანა გადარეცხა ყველა რომელი ახლა რა ეხლა მე იმ დღეს მოვისმინე ერთ-ერთი ინდოელი იყო ტელევიზორში გამოდიოდა და თქვა რომ ძირითადად ვინცო აი მაღალი IQ აქვს და ძალიან განათლების დონე ევროპაში მიდიანო და აქო მოდისო ძირითადად ის ხალხიო ვინც ვერ სწავლობსო და რაღაცა იაფი რაღაც არის სწავლებაო მაგიტომ მოდიან საქართველოსიო და რომ მე უფლება მიიღონ მუშაობისო ეხლა რა ვიცი ეხლა იცით რა მე ყველა ეთნოს პატივს ავცე მაგრამ
არ შეიძლება ასე დააყენო ისა რომ შენი უარგისია და ინდოელი მაღლა და რა ვქნათ მე ეხა ეს ქალბატონი ისეთ რაღაცებს იძახდა კიდე იქ დემოგრაფიულ საკითხებზე რომ თურმე ჩვენ გვეჩვენება ციფრები გაბერილი არაფერი პრობლემა არ არის თურმე ვიღაცები აზვიადებენ აი ესეთი ვითომ დემოგრაფები დრო ყავს ჩვენ იმიტომ მიდის ეს ქვეყანა კარგად რა იმიტომ მიდის თუ განათლების პრობლემა არის ის თქვი რა არის ამის მიზეზი ვინმე თუ არ სწავლობს მეც მაქვს ინფორმაცია რომ რაღაც პრობლემა ბოლონიური სისტემა რო არის და ბოდიშთა ნიშანს რო ვერ წერენ ისე როგორც საჭიროა იმიტომ რომ მე შეიძლება სხვაგან გადაიტანოს საბუთები ეს არის პრობლემა და ეს უნდა მოიტყოვო თუ რომელიმე პარტიის წევრი თქვენ ბრძანდებით რა ვიცი რაღაცა პარტიის წევრი ყოფილიყართ კიდე ეს თქვი რომ ბოლონიური სისტემიდან უნდა გამოვიდეთ და ეს იქნება წამალი ქართული განათლების სისტემისათვის იმიტომ რომ იციან დღეს რომ ნიშანს მაინც დაუწერენ იმიტომ რომ ფულ რო არ დაუწერონ მე წავა სხვაგან და ფულს არ გადაეღ ეს არის იმის ბრალი თუ ვინმე არ სწავლობს იქ უნივერსიტეტში ეს ნახევრად სიმართლემ დაღუპა ეს ქვეყანა და ესეთმა ბოდიში კეკლუცობამ მე არ ვიცი ამ ქალმა ვის რა უნდა ასწავლოს ერთი მაინტერესებს როდესაც ლაპარაკობს იმის შესახებ გამოვიდა იმდენი სისულელე დააბრეხვა რომ თურმე ჩვენ ესე იგი აქ სწავლისთვის ჩამოდიან ისინი რა ქვია უცხოელები რა სწავლისთვის ჩამოდიან აივსო ქვეყანა ყველგან ესენი მუშაობენ ტაქსზე კურიერებად მშენებლობაზე როგორ შეიძლება ადამიანმა ეხლა უნივერსიტეტში რო სწავლობს სიტყვაზე და თან იმუშაოს მშენებლობაზე როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა კაცო როგორ შეიძლება ეგეთი ბუნებრივად ვერ იქნება ეგ მაშინ ან უნდა იმუშაოს ან ან კურიერად მუშაობს და მე იმაშვება სწავლობს ეგეთი რამე შეუთავსებელია ეს ყველაფერი ერთმანეთთან და ესე იგი ყველაფერი შეიძლება გააправოთ კაცო რა დემოგრაფიაზე ლაპარაკობს ერთი ამას რო ქონა დემოგრაფია ჩაბარებული იმიტომ გვაქვს ეხლა დემოგრაფიული კუთხით სიტუაცია გაუმჯობესებული ვის უნახია რა უნახია ერთი მაინტერესებს აი ესეთი ექსპერტები გამოყავთ რაღაცა დააბრეხვებენ რა მე ამქას დაუბრუნდები კიდე ამის ლაპარაკს კიდე კარგად მოგასმენინებთ იმიტომ რომ მე კიდე ვთქვი ყველა მოღალატეს და მე ვთვლი რომ ეს ქალბატონი არის მოღალატე ქვეყნის მე ამქას აი ესეთი მოღალატეები ამ ქვეყანაში უნდა იქნեն ხილებულები რა აი რაღაცა ამას რო დემოგრაფია ჩააბარებ და იტყვის რომ საქართველოში მიგრანტების კუთხით თურმე პრობლემა არა გვაქვს ჩვენ და დოვლათი შემოდის თურმე იმიტომ რომ ესენი მოდიან და რა დოვლათი შემოდის არქის იმას ხელმძღვანელს რომ ფული შედის ეს არის საქართველოსთვის დოვლათი რომ ბინადრობის უფლება რომ 100,000-ობით ადამიანს აქვს ეს არის დოვლათი ხო რომ მოქალაქეები გახდებიან მაინტერესებს ერთი წლის წინ ამდენი ადამიანი იყო საქართველოში ის რომ შრომა იმას ართმევენ უფლებას ადამიანებს შრომისა ის რომ დღეს იმ კურიერად ქართველი მუშაობდა დღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეა მშენებლობაზე ქართველი იყო ეს არის დემოგრაფიის დემოგრაფია რა როგორ უნდა გაუმჯობესდეს თუ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ იქნება და შენ თუ დემოგრაფიულ მდგომარეობა გაწუხებს მართლა იმას რატო არ იძახი რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება მხოლოდ სავიზო რეჟიმის დაწესებით ამ ქვეყნებთან რა დოვლათი შექმნაზეა ვიზი აისახება ეს დოვლათი იმ სამშენებლო კომპანიაზე რო აისახება ეს არის დოვლათი შემოსვლა აი გასაუგებელია აი ესეთი რენეგატი ესეთი მოღალატე ადამიანების ისა ვინც ეს ამ უნივერსიტეტში დასვა ის არის მოსაკითხი კიდე და ამას რო დემოგრაფიის საკითხი ქონა ჩაბარებული აი ეს არის პრობლემა რა თუ ესეთი აправებენ იმას რა ქვია რეალურად ეს ქვეყნის იმას და გადაშენებას და გადაგვარებას აი ბატონო ნიკოლოზ ამ ქალბატონისთვის თვალი მომიკრავს ახლა მე ზუსტად არ ვიცი ვინ არის მაგრამ სადღაც მომიკრავს თვალი რომელიღაც სატელევიზიო ინტერვიუს თუ გადაცემის დროს ნახეთ რას აკეთებს ეს ქალბატონი ჩვენი ახალგაზრდები ვითომ არიან უნიჭოები სწავლა არ უნდათ ანუ უნდათ და ვერ სწავლობენ და ნახეთ თურმე ინდუსები ჩამოსულან აქ თურმე ისეთები რომ არ იქა და ესე თავზე ლაფის გადასხმა ქართველი ახალგაზრდობისათვის და იქ ინდუსების გაღმერთება ეს ხო სისულელეა და ელემენტარულად გეტყვით ტყუილს ლაპარაკობს ჩემი ქალიშვილი არის მაგათი ლექტორი სამედიცინო ფაკულტეტზე ერთ-ერთ ცნობილ და რო იტყვიან პრესტიჟული უნივერსიტეტი ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ჩემი ქალიშვილი ზუსტად აი ინდუსი
სტუდენტები ყავს და ვერ გეტყვით ნამდვილად ვერაფრით, რომ ისინი ბრწყინავენ და არიქა ისეთი სტუდენტები არიან, რომ გადარიეს ქვეყანა. და თურმე ქართველი სტუდენტები ცუდი მოსწავლე არ არის ესე. ძალიან ბევრი ინდუსი, პაკისტანელი, თუ ვინც არის, ზოგი ირანელია, სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, ძალიან ბევრი ძალიან ძნელად სწავლობს და ძალიან უჭირს სწავლა. და სხვათა შორის მე ჩემ ქალიშვილს რო ველაპარაკები და ძალიან კაცრი ვარ, რომ მე ესე ნიშნებს ესე იოლად არ ვწერო, იმიტომ რომ მე ჩემი შრომა ლექციას რო ვკითხულობ. დებილები ყოფილოთ ქართველები. ხო, ჩვენ არავინ არ აღვ. ეს ინდუსები ხა მე არის ეგეთი რა პირველად თვითონ ეს ტრენდი არის. აი ხა ამან რა დემოგრაფიაზე უნდა ილაპარაკოს, ეს უნიჭო ქალბატონი მართლა რა. ამან რაზე უნდა ილაპარაკოს, როცა შენი ერის წარმომადგენელს დაბლა ერზე ლაპარაკობ, რომ უნიჭო არის ახალგაზრდობა. ჩვენი და ამათ იყო, რომ ესე იგი რა ვქნათ ეხლა გავყაროთ ქართველები და ინდუსები შემოვიყვანოთ თქვენი ლოგიკით? არა, მე მსახურობთ მაგათ. არა, აი ესეთი ადამიანები კიდე მე სულ ვინ არის რას წარმოადგენს ამის ნულოვანი რეიტინგი გარგაიშვა სადმე რას წარმოადგენს ეს მაგრამ მე ვულოთ იმიტომ მოვიყვანე რომ აი ესეთი მოღალატეებს უნდა იცნობდეს საქართველოს ეს არის რენეგატი ესე იგი ვიღაცამ დაავალა მოდი ეხლა შედი ტელევიზიაში დაჯექი და რა გააправე სიტუაცია რომ არ არის საქართველოში კატასტროფა თურმე ჩვენ გველანდება ქუჩაში რომ დავდივარ ის რომ ეს მიგრანტებს რომ ხედა არა ესენი ყოფილად ისე სტუდენტები ყოფილან იქ უამრავი ყველა დღე ხო არ გაუშვებ შენებლობაზე კურიერება ბავშვებს ფეხბურთი ვერ უთამაშიათ ეზოში აი ესეთი მოღალატე როგორ უნდა დაიბადო სად გაიზარდე ვინ ახარ შენ საერთოდ რა ვინ ხშობა ასეთი უჯიშო არსება შედა რა გაბაუგნებელია არ ვიცი ეს ვინ არის საიდან მოდიან ეს ხალხი საერთოდ რა საერთოდ საზოგადოებაში დამკვიდრებულია ესეთი ტრენდი რომ ქართველი კაცი უმაქნისია, არაფრის მაქნისია, მომავალი თაობა. დემოგრაფიაზე ლაპარაკობ. ხო, მომავალი თაობა, აგერ მოვისმინეთ, რომ აკადემიურად ჩამორჩენილია, ესე იგი ამ საუბრიდან გამოდის, რომ ქართველი ახალგაზრდობა უნდა მოემსახურონ როგორც ინდუსებს, როგორც განათლებულს და მათზე გენეტიკურად ამაღლებულ პიროვნებებს და აი ეს ახლა ხვალე არ გაგიგვირდეთ თქო ეს პიროვნება ნახოთ ან განათლების სისტემაში ან რომელიღაც მინისტრად რო ნახოთ იმიტომ რომ ნამდვილად არ გამიკვირდება მინისტრად რო დანიშნო კი იმიტომ რომ ეს ტენდენცია ესეთი რომ აი ესეთი პიროვნებები უსახური პიროვნებები შემდეგ გვევლინებიან ჩვენ მინისტრებად და მთავრობის წევრებად ტრაგედია ტრაგედია ამის იქით აი ფსკერია უკვე ეს ფსკერიც გაიყრიდა უკვე აი ქვეით რაღა უკვე ეს სუქვეით ავარ დასულები და ეს სუდად დამთავრდება იმიტომ რომ უარყოფითი ბევრი დაგროვდა ყველა სფეროში ნებისმიერ სფეროში ნებისმიერ ურთიერთობაში ბევრი დაგროვდა უარყოფითი და ეს უარყოფითი დიდხანს ვერ შეიკავებს თავს ეს უნდა გაირღვას მე ბევრჯერ მითქვია რომ უარყოფითი ენერგიის განმუხტვის ორი საშუალება არის. ერთი ეს არის ელექტრომაგნიტური განმუხტვა, ბუნებრივი, მეორე არის ხელოვნური ატომური ბომბის აფეთქება. ბომბი და იმაზე არ გვინდა რა. გეუბნებით, ბატონო. ეხა იმ თემას დაუბრუნოთ, რაზეც დავიწყეთ და ნუ გავიქცევთ ამ დროს ხდება უარყოფითი ენერგიის გასაგებია ბატონო დავით, ეხა მე არ მინდა იცით რა, ჩვენ თურმე გველანდება ეს ყველაფერი, ხალხს ელანდება. მე არ ვიცი დავდიოდი ერთი წლის წინ ქუჩებში და ვერ ხედავდი ამდენ ხალხს. მე კურიერი რო გამოვიძახებ, ხო? ქართველი кайხანი არ მოსულა, აი, ხშირად ვიყენებ ამ საკურიეროებას მომსა. ქართველი кайხანი არ მომსახურება. ტაგს გამოვიძახებ, ქართველი არ არის. შენებლობაზე ქართველები და ეს შედალოცვილო, შენი არ გჯერავს, ეკლესიას მაინც დაუგდე ყური, აგერ მამა არჩილ მინდიაშვილი რას გადაგებს. გაიხედეთ ქუჩებში შემოყავთ აფროაზიელები ასაქმებენ საქართველოში რითაც სირდება ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილები და იქნება სხვა თავის ტკივილები და პრობლემები ეხლა ჩვენ ავყაყანდებით ტოლერანტები ვარ ბუნებით და ტოლერანტები კი არა ხართ იდიოტები ხართ გულახდილად გეუბნებით პრეგნები ხართ აი ვინა ხართ მე ქართველი გეუბნებით ქართველებს რომ мама პაპის სისხლითა და სიმწრით მოტანილი მიწები ასე დაარიგეთ გაყიდეთ და მზართა გარნების მიერ შემოუშვათ უყოდ ხეირი გქონდეთ იმის გამო შფული გქონდეთ თუ ასე გაგრძელდა 2050 წლისათვის საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დიდ უმცირესობაში ესეც არ გვადარებს თუმცა რა ვიცი მე მქონდეს კარგი შემოსავალი კაი ჭამა კაი სმა
თათქარიძეობას არიშლიან ქართველები, რომელიც ერის მამას უწოდებენ და ერის მამა მამხილად თათქარიძეობაშია. გაზარმაცებული, სულ ხის ხელში მაყურებელი, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ, ვინსაიდან გააკეთებს ფულს. მამულის დაპირდის, სინდისის, მიწის, მამაპაპის სისხლით როა მორწმული და ოფლითა და ცრემლი და აქედან გაქცევით ყიდიან მიწებს გარბიან ნებიერი ცხოვრებისათვის. მალე გამოსაქცევი ექნება, მაგრამ ვეღარ გამოიქცევ. აი, მამა სამწუხაროდ ვიძახი. მე აი ბოლო პერიოდში მამა არჩილის მინდიაშვილის მსგავსი ქადაგებები აღარ მესმის. ჩვენ ყავს კი ბევრი სასულიერო პირი ახლა რომლებიც ასევე აზროვნებენ, მაგრამ იცით რა, ყველაფერს თავისი ნიჭი აქვს. აი სულში ჩამწდომია ეს. ბევრს შეიძლება აქვს იგივე პოზიცია, მაგრამ აი ესე გულამდე ვერ მოვა. მე მადლობა მინდა უთხრა მას. მე მას ვთავაზობ აგერ ჩვენი ტელეკომპანია. იცით რა, მამაო, ყველაზე დიდი ამბიონი, რა თქმა უნდა, ეკლესია, მაგრამ არანაკლებია ტელევიზია. ეხლა თქვენ აქ რაღაცა შეზღუდული რაოდენობა გიყურებთ მაყურებლის. რო დავწერებ და ეკლესიაშიც კიდე 200 კაცზე მეტი არ მოდის ალბათ, ხო? დიდი ეკლესია არ არის. აგერ მობძანდით და თქვი თქვენი სიტყვა, მაგრამ აი ეხლა ამ ადამიანმა რა თქვა? ყიდიან, როგორც ყიდიან სამშობლოსო, მიწებს ვინც. აი ეს ქალბატონიც, რომელიც ეს თამარ ჩიბუძა, ეს არის გამყიდველი ერის. იმიტომ რომ ქადაგებს იმას, ესე იგი ადუნებს მოსახლეობის ყურადღებას იმაზე და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან აღშფოთებულები, ესე იგი იმ სიმძაფრეს ადუნებს. ეგ იგივეა, რომ აი ახლა უყურეთ, ბრძოლის ველზე მტერი მოსულიყო და ეთქვა ვიღაცა, არა კაცო, ესენი არაფრისთვის არ არიან მოსულები, აქ უბრალოდ არა შემოვიდნენ და გამოისეირნენ და აი ეს არის ტიპიური რენეგატი. აი მე მინდა იმ უნივერსიტეტს მივმართო რა. თქვენ თუ ქართველები ხართ, ერთი კინწისყრით გამოაგდეთ ეს ქალი რა. აი ამ ქალს გამარჯობა არ უნდა უთხრას ადამიანმა რა. აი ხა ხო ჩემთვის არაფერი არ დაუშავებია ამას, ეხლა რაღაცა ტელევიზიაში 1-2 ნახე და მაგრამ აი ამ ასეთი ტიპის პოზიცია ვისაც აქვს, აი უყურეთ ჩემთვის არის დაუძინებელი მწერიც საქართველოსი რა. იმიტომ რომ ადამიანი რო გამოვა და დაიწყებს იმი, ეხლა ამის სისულელებს ბევრს მოგასმენდით კიდე მე შემდეგ გადაცემაში ამას გავარჩევთ, მაგრამ რატო გავარჩევთ? ამას ვიღაცა ავალებს რომ მოვიდეს და გააправოს ჩემი აზრით ეს სიტუაცია. გესმით ბატონო სუსო? ესია, იმიტომ რომ ამდენი ემიგრანტი ეს არის აი ესეთი გამყიდველები ღუპავენ ქვეყანას რა. ამდენი ემიგრანტი რო შემოდის, ესე იგი ვიღაცას აწყობს, ხო ესია რა. ხო არა, თურმე გვენანდება სასწავლებლად არიან. აი ვინც სასწავლებლად არიან ჩამოსული, ვინც ამ პოზიციას იზიარებთ, თქვენ ხართ აი კი ლუარს, თქვენ ახართ აი ტიპიური სამშობლოს მოღალატეები რა. აი სასწავლებლად ვინც არიან ჩამოსულები, ისინი არ მუშაობენ, იცოდეთ ეს, იმიტომ რომ მე სადაც ვცხოვრობ, ის კორპუსი ძირითადად არის გაქირავებული უცხოელებზე. მე ვცხოვრობ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ძირითადად იქ აქვს ნაქირავები აი სტუდენტებს და მინდა გითხრათ რომ ვინც სწავლობს ის არ მუშაობს, ისინი ჩამოსული არიან სასწავლებლად და სწავლობენ. აი ეს მომუშავეები რო არიან, სპეციალურად ჩამოსულები არიან სამუშაოდ და არ არის ეს სწორი, ეს საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესებს არ შეესაბამება, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც უმუშევრობა მაღალ დონეზე გვაქვს და ახლა უცხოელები რო ჩამოდიან და ისინი არიან დასაქმებულები და ჩვენი მოქალაქეებისთვის სამსახური არ არის, ეს ჩვენი ერის ინტერესებს არ შეესაბამება და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, აი მაგალითად ბევრი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს რომ ნუ ჩვენი გზა ევროპაში ნუ გასაგებია ვიღაცა ძალიან უნდა რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ, მაგრამ მოусმინოთ ცნობილ კომპოზიტორ რაიმონდ პაულს, რომელმაც განაცხადა რომ ევროკავშირის ქვეყანა რო გახდა ლატვიაო, იმის მერე ლატვია დაიცალაო. ეხლა წარმოიდგინეთ ლატვიის პასპორტი, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პასპორტი არის ევროკავშირის პასპორტი. ანუ თავისუფლად გადაადგილდებიან სადაც უნდათ. მიდიან და დაიცალა ლატვია, დაიცალა ბალტიისპირეთის ქვეყნები. და იმის მაგივრად რომ თავის ქვეყნებს მიხედონ, ბალტიისპირეთს ჩვენ გვებრძვიან. ნახეთ ძირითადად ორგანიზატორები აი ამ მეშვიდე რეზოლუციის ვინ არიან ევროპარლამენტში.
ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ის რასა იაკნევიჩუსია თუ ვინც არის და ვიღაცები ვინც არიან ძირითადად არიან ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები ყოფილი აი გარბაჩოვის პარტია რო იმ გარბაჩოვის პერესტროიკის წევრები არიან აი ისინი გვებრძვიან დუჟმორეულები და მე არ ვიცი ესეთი რა დაუშავეთ ამ ბალტიისპირელებს მე არ ვიცი აი წეღან ბატონმა ნიკოლოზმა სწორად განაცხადა ჩვენ რომ ომი გქონდა აფხაზეთში ერთი განცხადება განცხადების დონეზე მაინც ხო შეიძლება და მხარდაჭერა გამოეხატათ ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკიდან რომელიმე ხელმძღვანელობას ეს რაც შეეხება ბალტიისპირეთს ეხლა ბულგარეთზე მინდა გითხრათ ბულგარეთის ელჩთან მეგობრობდი 5 თუ 6 წლის წინ რამოდენიმე წლის წინ აი ბულგარეთის ელჩმა მითხრა რაც ჩვენ შევედით ევროკავშირშიო იმის მერე დასამარდა ბულგარეთის სოფლის მეურნეობაო გვიკრძალავენ გახსოვთ ალბათ ძვირფასო მაყურებლებო საქართველოში ძალიან ბევრი მართალია ღვინის ქვეყანა ვართ მაგრამ ძალიან ბევრი იყიდებოდა ბულგარული ღვინოები ბულგარული შამპანურები ბულგარული კონსერვები გინახავთ ახლა სადმე იმიტომ კი არა რომ ჩვენთან ექსპორტი აღარ უნდათ რომ გააკეთონ და შემოიტანონ ეკრძალებათ ამათ ყველაფერი იმიტომ რომ ბრიუსელმა დაუწესა ლიმიტი ამაზე მეტი ღვინო არ უნდა მოიყვანო ამაზე მეტი კონსერვი არ უნდა დახუფო და გამოუშვა ქარხნულად რატომ იმიტომ რომ ბულგარული ღვინო არის კარგი ну გადასარევი არ არის მაგრამ კარგია მაგრამ იაფია და ბულგარული ღვინო უწევს კონკურენციას ფრანგულ იტალიურ ესპანურ ღვინოებს აი ბრიუსელი გიწესებს ლიმიტს დამთავრდა შეიკვეცა შენი წარმოება და ერმა ბულგარელმა ერმა იზარა აღარ გვინდა ეს ევროკავშირიო ასევე ხშირად გაისმის ჩეხიაში რომ დავტოვოთ ევროკავშირი და ასე შემდეგ გერმანიაშიც კი გაისმის და ბრიტანეთმა საერთოდ დატოვა ევროკავშირი ისე რომ ევროკავშირი ჩვენზე რეზოლუციებს ღებულობს პირველ რიგში თავის თავს მიხედოს და იმას მიხედოს რომ ევროკავშირის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ხილებულია კორუფციაში. მე არ ვიცი დაუმტკიცებენ თუ არ დაუმტკიცებენ, კენჭისყრა მიმდინარეობს და არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს, რა შედეგი დამთავრდება, მაგრამ ის რომ უამრავმა ადამიანმა, უამრავმა დეპუტატმა ამხილა ის კორუფციაში და მისი მეუღლე ოჯახის წევრიც აი ის რო იყო სამედიცინო აფიორაში, ეს ხო ფაქტია. და როდესაც კითხეს რომ შენ ქმარსო რუსეთში ბიზნესი აქვსო, არ ვიცი ჩემი ქმარი რას აკეთებსო. გესმით? ქალბატონი, რომელმაც არ იცის თავის სახლში რა ხდება, ოჯახის წევრი რით არის დაკავებული, მოძღვრავს ჩვენ ქართულს. ეგ იცი სიბრალია ბატონო. აი დათა თუთაშიაში რო და თქვა ბავშვი რო რა ქვია. რატო ტირი ხარ და გამძის და ტირიო და რო გაზდით, იმიტომ ასე დაგვაჯდნენ თავზე. თორე ესენი ვერ გაუბედავენ ვერც ბელარუსს რომელთანაც 6 საათი ჩავიდა ეხლა ეს ირანისა და ისრაელის დაპირისპირება რო იყო ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი რომ უნდა თავიანთვის მისაღები პოლიტიკა რაღაცა წარმოებინა ლუკა 6 საათი რა უნდა ელაპარაკო ამდენი და აზერბაიჯანს ვერ გაუბედავენ თურქეთს ვერ გაუბედავენ ეხლა აი მე მართლა აი მინდა რომ ეხლა შენი მოწინააღმდეგეც რო იყოს ხო შეხედეთ აგერ ეხლა როგორი პათოსის დიან აზერბაიჯანში ახალგაზრდებს ბაღში და შეადარეთ სკოლაშიც გინდა და მე აი ეხლა ეს გაზდის ვინმე ჩვენ ბაღში ან სკოლაში ვინმე აი ნახეთ შეხედეთ Жители Азербайджан, каждый день начинаем с лозунга «Наша Родина», Азербайджан, наша религия, Ислам, наш президент, Иран, за Родину, Ура! ეხლა ეს უფრო ბაღის ბავშვებს აი შეხედეთ როგორ ზდიან ბავშვებს ჩვენი ქვეყანა აზერბაიჯანია ჩვენი რელიგია არის ქრისტიანობა დღეს ამას ვერც ერთ ბაღში და სკოლაში ვერ იტყვი რატო იცით ხატები მოახსნევინეს იმიტომ რომ რას ესო შეურაცხყოფაა აქო შეიძლება სხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ არც აზერბაიჯანში შეიძლება ნუ მცირე მაგრამ ცხოვრობენ სხვა კონფესია იქ შეიძლება იყოს სხვა რელიგიური მწვავსი, კონფესი. იძახი ჩვენი ძმები ქრისტიანები კაცო. ერთი წამით. ჩვენ ვართო მუსლიმებიო.
ჩვენ ვარ თუ აზერბაიჯანელებიო. ამას არც ერთ ბაღში და სკოლაში ამას ვერ გაიგონებს. შეიძლება საქართველოს ახსენონ კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვარ თუ ამას არც ერთი ბაღის დამრიგებელი არ, იმიტომ რომ აკრძალულია განა არ უნდათ. არაო ესო შეურაცხყოფა იქნებაო. მე განათლების სისტემის მუშაკებს მილაპარაკია. აი ეს ქალბატონი ეხა განათლებაზე რომ ლაპარაკობდა ეს თამარ ჩიბურდანიძე. ამაზე ილაპარაკე, ამაზე. რუსეთში რომ მოქალაქეობას არ აძლევენ, რუსეთის ინდუსებს და იმას აძლევენ, რა ქვია, პაკისტანელებს და ქართველებს არ აძლევენ. აი ესეთი მოღალატე რენეგატი ადამიანები არიან, რომ საქართველოს უთხრიან ძირს. 11 წელია უკვე, ხო, ჩვენ აღარ გვყავს ნაცემი ხელისუფლებაში, ხო? რა არის, არ შეიძლებოდა, რომ ესეთი განათლების სისტემა ქონოდა ჩვენ როგორც აზერბაიჯანსა აქვს? იგივე სხვა ქვეყნებს? რუსეთშიც იყო ბოლონიური სისტემა, მე ვიყავი მაგალითად იმ სტავროპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აი გაოგნებული ვარ. ჯერ ელემენტარული ფორმა ვერ შემოიღეს აქამდე. ელემენტარული იმ ბავშვებს ზოგს არ აქვს, ზოგი ისეთი კაი ფორმებით მოდის, ზოგს არ აქვს, მაგალითად ფორმა რაღაც ტანსაცმელი იყიდოს. ესე იგი გაოგნებული ვიყავი ყველა მოწესრიგებული ფორმებით, ყველა სწავლობს, ყველა ესე იგი ნორმალურად რა. აქ ჩვენთან ესე იგი და მე გამოვა ეს აი მსგავსი ტიპის რენეგატი რა და იტყვის რომ აქო ქართველი ბავშვები არ სწავლობ თუ არ ვინმე არ სწავლობს ეგ ბავშვის ბრალი კი არ არის აქ რო ტუქსავდა ინდოელს რომ მაღლა აყენებ ქართველზე ეს იმ განათლების სისტემის ბრალია რომელშიც შენც რაღაცას აფათურებ ხელებს იმიტომ რომ ხარ იმ სამედიცინო ინსტიტუტში ამოგიღი ახმა მე ხება მარტო რომ ის ამაზე ვილაპარაკო რომ ბოლონიური სისტემა უნდა გაუქმდეს ესენი როგორ არიან იცი ესენი ყველაფერზე ლაპარაკობენ მხოლოდ იმას რომ რაღაცა გააправონ რაღაცა გაამართლონ რაღაცა კრიტიკულს ამათგან ვერაფერს ვერ გაიგებ რა აი რატო უნდა იზრდებოდეს იქ ასე პათოსით მაგალითად და ჩვენთან რატო არ უნდა იზრდებოდეს გეკითხებით რატო მე ახლა კადრებს რო უყურე ბატონო ნიკოლოზ ჩემი საბავშვო ბაღი გამახსენდა ჩემი ბავშვობის დროინდელი მართალია ახლა ჩვენ ქრისტიანები ვართო ვერ ვიტყოდით საბჭოთა კავშირის დროს მაგრამ პატრიოტულ ლექსებს გვასწავლიდნენ პატრიოტულ ფილმებს უყურებდით წარმოედგინეთ ახლა ჩვენი ბავშვობის ფილმი იყო მაგალითად ბაშიაჩუკი და გიორგი სააკაძე და დავით გურამიშვილი და მაია წყნეთელი და აი ეს პატრიოტული ფილმები და ჩვენ ამ ფილმებზე ვიზრდებოდით და ესეც საბავშვო ბაღებში ვიზრდებოდით პატრიოტიზმს გვასწავლიდნენ სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიდნენ და გაიზარდა კიდევაც მთელი თაობა უაღრესად დიდ პატრიოტებად გაიზარდნენ და მშობლებიც ესე გვზრდიდნენ და რა თქმა უნდა განათლების სისტემაში ბევრი რამე შესაძლებელია და ნახეთ რა ხდება დანიშნავენ ერთ მინისტრს ცოტა ხანში მოხსნიან დანიშნავენ მეორე მინისტრს ცოტა ხანში მოხსნიან დანიშნავენ მესამე მინისტრს ცოტა ხანში მოხსნიან ბატონებო მე ხელისუფლებას მიმართავ სანამ დანიშნავთ მანამდე გაარკვიეთ ვინ არის რა გაუკეთებია განათლებაში რის შეცვლას აპირებს საპროგრამო მოხსენებით მოусმინეთ რას აპირებს ვინ არის რა არის ნიშნავთ ისეთ ადამიანს რომელსაც საკლასო ჟურნალი ხელში არ ჭერია და იმისგან რა განათლების მინისტრი უნდა იყოს წინასწარ გაარკვიეთ ვინ არის მოიწვიეთ მასწავლებელთა კრება მასწავლებელთა ყრილობა მოიწვიეთ და იმათ დაასახელებინეთ ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ღირსეული განათლების მინისტრი და მეერე დანიშნეთ ასე არ შეიძლება ხა ბოლონიის პროცესს რაც შეეხება ბოლონიის პროცესმა როგორც ხედავთ ვერ გაამართლა ნუ ბევრს ლაპარაკობენ გაამართლა და დაასამარა მართლა ვერ გაამართლა ბილატად თქვამია ძალიან ეხლა რაც შეეხება ჩვენთანო გამოთვლითი ცენტრები იყო, კვლევითი ინსტიტუტები იყო კვლევითი ინსტიტუტები ძალიან ცნობილები, რომლებიც ისეთი გამოგონებები ჰქონდათ, რომელიც სოფლიოში გადიოდა. სოფლიო მე პატენტებს ყიდდა საბჭოთა სახელმწიფო. დაიხურა ქიმიური საწარმოები იყო, სადაც ესე იგი მზადდებოდა უნიკალური ბროლის რაღაცა და ისეთი ჭურჭელი, აი რაღაცა ნივთიერებებზე, რაღაცებზე მამიდა ჩემი მუშაობდა და აი ვიცი ესე იგი იქ ბაქტერიოფაგი ავიღოთ თუნდაც ბაქტერიოფაგი რამდენი რამე ესე იგი ჩვენთან იყო ესე იგი არ ვიცი და ეხლა
იმის მაგივრად რომ ამაზე მუშაობდეთ, ესე გამოდის ზოგიერთი რენეგატი და ისო ინდუსები უფრო მაღლად განან ვიდრე ქართველებიო რა. ესე იგი ბავშვს რო უთხრა სულელი ხარ, რომ ის ბავშვი ვერ გაიზრდება მერე, იმიტომ რომ კომპლექსი გაუჩნდება. აი ესეთი ადამიანები გამოდიან და ლაპარაკობენ, ესე იგი მე ცხოვრებაში არ გამიგია რომ ვინმეს ინდუსზე დაბლა ქართველი დაეყენებინოს. მე იმ ინდუსებსაც პატივს ავცე, მაგრამ მე ჩემი ქართველი, მე ზოგჯერ მაგ კრიტიკული შენიშვნები ახალგაზრდების მიმართ, მაგრამ მე არასდროს არ მithქვია რომ თაობა არის ისეთი რა. და არასდროს არ მithქვია რომ მიგრანტების პრობლემა არ არის. აგერ ეხლა აი არაბებმა ეხლა ვცელდება კადრები ქართველ მოხუწ წიხლი დაარტყეს არაბებმაო და არ ვიცი ეხლა ასე ჯერ არ შემოსულან კიდე კარგად. ერთ 5 წელიწადში ესენი რეებს იზამენ აქ და თქვენ ნახეთ ერთი რა. ქართულ მიწაზე, ჩვენ მამაპაპეულ მიწაზე შემოსული ვიღაც არაბი, ეხა უსწორდება იქა, იჭიმება და ამას უყურებ ჯერ ესენი კიდე არ შემოსულან. ეხლა აი ამ ჩიბურდანიძეს რო კითხო, ეს ეხლა დოლათი შემოაქვს ამას საქართველოში და ჩვენ ეს უნდა მოვიტამინოთ. მე უსურვებდი რომ აი ეს წიხლი, აი ესეთ მოღალატეებს უნდა მოხდეთ, მე თუ მკითხავ რომ იქნება იგზნონ, მე ხო ვერ ხედავენ ამას, რომ მოხდებათ, მე ალბათ იგზნობენ ამას, რომ რა არის ის საშიშროება და საფრთხე. ან ევროპას არ უყურებთ, თქვენ უპატრონოებო, გერმანიაში და საფრანგეთში ეს მიგრანტები წვავენ და ანადგურებენ ყველაფერს. და რა დოვლათზე ლაპარაკობთ თქვენ? ეს პირველი შემთხვევა ხო არ არის, რეები ხდება აქ რა. ამას ვინ აღუდგება წინ? ვინ? იქ გერმანული პოლიცია და ფრანგული პოლიცია ვერ უმკლავდება, ქართული პოლიცია გაუმკლავდება ამას? ერთ შემთხვევაში ახლა რომელი პოლიციელი აიღებს თავის თავს და იქ პატარა რაღაც ასე თქვა ცოტა ეროვნულს ჩადებს თავის პროფესიულ საქმიანობაში. მე უფრო ვფიქრობ, რომ ის საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული, როცა ქართული მარშის გვერდით იდგა და შემდგომში აქციებს აწყობდა ამ ქართული მიწის გაყიდვის და ამ მიგრანტების შესახებ, ამ გეი აღლუმების წინააღმდეგ, ისევ საზოგადოების ნაწილი გამოვადა თავის სიტყვის და აქ არის საშიშროება, რომ მოხდება ეთნიკური დაპირისპირება ქართველებსა და ამ მიგრანტებს შორის და სახელმწიფომ თუ არ აიღო ხელში სადავები და არ მოახდინა ამ პროცესის მართვა და რაღაც გარკვეულ სისტემაში ჩასმა ძალიან გაუჭირდება. ეს გარდაუვალი ამას მარტო აქ კი არა, ყველა ქვეყანაში მოსდევს სერიოზული დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და ამ მიგრანტებს შორის და საქართველოს მით უმეტეს არ იქნება გამონაკლისი. ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ სუფთა ეროვნულ პლატფორმაზე იდგეს, ისევ ამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე შემდგარი ბევრ ეროვნულ საკითხებს თმოობს ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო და ეს არ გამოგადგებათ ხალხო, ეს თქვენ არ გაგიყვანთ იქ, სადაც მიდიხართ. მაგრამ კიდე გასარკვევია სად მიდიხართ. აი ხა ჩვენი კულტურის მინისტრი იმ ეკლესია მონასტრების რეაბილიტაციაზე, აი ხა აზერბაიჯანელი რო განახეთ, იმ კულტურის გასხივოვნებაზე უნდა ფიქრობდეს, იმ კულტურის მუშაკების, რომლებიც გზააბნეულიან, იმათ ელაპარაკებოდეს, რომ ჭკუაზე მოიყვანოს. მე არ ვიცი ამ ხალმა რა გააკეთა ამნაირი ამ ქვეყანაში ასეთი რომ გამოდის დღედაღამე რაღაცა ჩვენ გვებლატავება იმაში რომ რაღაცა ინგლისური იცის და რა ინგლისური იცის ამან კიდე რა მოხდა დღეს რა გასაკვირია საქართველოში ყველა ბავშვმა თითქმის ინგლისური იცის მთელი თაობა წამოვიდა ადრე თუ რუსული იცოდა ყველა უკლებლივ დღეს ენა იცის ყველა ეს არ არის გასაკვირი და გამოდის ეს ხალი ხა იქ რაღაცა ჯერ კულტურის მინისტრი უკულტუროთ რო ლაპარაკობს იმიტომ რომ ბარბარიზმებით ლაპარაკობს ქართული სიტყვების მაგივრად
სისტემატურად ხმარობს უცხოურ სიტყვებს, ეს უკულტურობაა პირველ რიგში, ქაჯობაა და გამოდის ეხლა აგერ კიდე და თავს იქებს კაცო და რა გააკეთე ამან ისეთი საქებარი ჩვენ შევაქებთ ერთი. ჭკვიანი ვარ თქო რა ვიძახი. შევიდნენ ეროვნულ სასახლეში და ნახავენ როგორ არის გაკეთებული. შესყიდვების სპეციალისტი ის არის. ჭკვიანი ვარ თქო რა თავის დასახელს. ესე იგი მე არ ვიცი ამ ქალმა არ მოითხოვოს ეხლა რომ მე თამარ დედოფლად გამომაცხადეთო? ამას იმხელა ამბიციები აქვს გეუბნებით მე შეიძლება ეს ამან მოუსწრო სამეფო ტახტის გვირგვინი დამადგითო ეს ჩვენი დღეს. მე არ გამიკვირდება გეუბნებით ეს ქალი ისეთ იმაზე არის რა ქვია მოწოდების სიმაღლეზე რომ ეს შეიძლება მოითხოვოს რომ მე აი ხო ხედავ თავს რომ მე აი შეხედეთ როგორ გავაკეთო მე ესე იგი არავინ არ აქებს ამ ქვეყანაში ამ ხალხს. ერთი კაცი არ მინახია ამაზე ვინმეს დადებითი ეთქვას. ხო არის რომ ზოგს კარგი ზოგს თავის თავს აქებს რაღაცა გვემარიაჟება რასაც გვიტყვიან და აი ახლა გამოდის აქა და გვეუბნება რომ აი მე რაც ვარ იც ვარ. ცოტა დაეშვით ქალბატონო ჭკვიანი ვარ. ჭკვიანი ხარ ფულის კეთებაში თქვენ მაგას ვერ დაგიკარგავთ იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილთან ერთად ფირმა შექმენით იქა და ესაო დღეს იმ საკონსულტაციო იმ საქმიანობაში 100,000-ობით იმას როგორ იღებ და არ ვიცი ახლა მე ეს ახლა რა მომსახურება იყო ეს ახლა რავი სექს პატელეფონო იყო თუ რა ეს არ ვიცი რა მომსახურებას აკეთებდით ამ ტელეფონით ასეთი რომ 100,000-ობით გიხდიდნენ ახლა მე არ ვიცი მაგრამ თქვენ ბოდიში და ცოტა შემთხვევით რაღაცა მაღლა ხوار დაფრინავთ რა ჯერ რამე გააკეთეთ შესაქმები რომ შეგაქოთ რა რა ისა გააკეთეთ ამ სასახლეში ამისთანა რომ ბოდიში და რავი ახტაცებით შევიმასქნათ რა იმ სასახლის გაზრდილი ვარ მე იქ ვიზდებოდი რა მოხდა ახლა იქ ვიზდებოდი და რა ვიცი მე იქ ვერაფერი ვერ ვნახე რაღაცა სასწაული ნუ კი ბატონო გარემონტებულია ვინ ამან გარემონტა ამას არ გაურემონტა რაშვაში ახლა ეს რატო იწერს ახლა სახელმწიფო გარემონტა სახელმწიფო გარემონტა ახლა ეს თავის თავზე თუ იღებს ახლა შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მადლობა უთხრათ რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი სახსრებით გააკეთა მაგრამ ეს რაშვაში ახლა მაინტერესებს იქ თუ რემონტი გაკეთდა ნუ როგორც ხედავ ნარცისიზმით არის დაავადებული მოწონს საკუთარი თავი ჭკვიანი ვარ აი ჩვენთან საერთოდ რატომღაც ადამიანებს ნიშნავენ ზოგი ვიღაცის ნათლია ზოგი ვიღაცის ცოლის დაქალია როგორ მაინტერესებს ერთი ეს ქალბატონი ვისი ცოლის დაქალია ან ვისი ნათლია იმიტომ რომ ეს ქალი სხვანაირად აქ ვერ მოხდებოდა მე დარწმუნებული ვარ ის ვიცი რომ არ ვიცი რომ მერაბიშვილის ბიზნეს პარტნიორი ხო არ ვიცი ხა მერაბიშვილს ხო ეგეც არის ხა მერაბიშვილს კი ვიძახით რომ ბოდიში და ნაცია და რაღაცაო მაგრამ დღეს ბევრი ნაცია ხელისუფლებაში და შეიძლება ლობირებს მერაბიშვილი დაურეკა ვიღაცას იქა და უთხრა რომ აგერ ჩემი ქალია აგერ ჩემთან ერთად იყო იმაში კომპანიაში და მიდით აგერ ხა იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა ჩვენი კრიტიკის საფუძველზე გავათავისუფლეს მე დიწვის მიუძღვით იმ ჭულაძე განათლების მინისტრი თქვენ და მე რაც აქ ვილაპარაკეთ იმდენი ვილაპარაკეთ ასევე ეს ხუბუა არავინ ბოდიში და პირში წყალი დაიგუბა ჩვენს გარდა ხმა არავის არ ამოვიდა ყველაზე მეტად ჩვენ ვლაპარაკობდით ხალხი ხმას არ იღებდა და მე რო გაათავისუფლეს ხუბუა სტატიები ვნახე გაზეთში ეს ვინ ყოფილა ეს როგორ მიიყვანეს ეს ისა და აგერ დაინახავ თქვენ აი ეს ქალი რო გაუშვებენ რამდენი სტატია დაიწერება რამდენი ეს ვინ იყო ეს ისა და იცი რა არის წაქცეულს წიხს არ ურტყამენო ნათქვამია კაცი რო ბოდიში და აღარ არის მე უკვე ჩემთვის ის საინტერესო აი ხა წულაძეზე აღარაფერს აღარ ვიტყვი არასდროს რაში ან იმ ხუბუაზე რატო უნდა თქვა აღარ არის მინისტრი და ვისაუბროთ რექტორი და აღარ ვიტყვი არაფერს და იცით რაში ასაქმე რაღაცა ურემი რო გადატრიალდება გზამერე გამოჩდებაო და თქვამია მაგრამ ეხლა იცით რა არის როცა მე თუ შენ თუ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ხარ აი ისე იმ ჩიბურდანიძეს მინდა ეხლა ალბათ ასლოკინებს ამ ხალხს მაგრამ თუ შენ მართლა რაღაცა ოპოზიციურად ხელისუფლების მხარდამჭერი ხარ ის კი არ უნდა თქვა მიგრანტები არაფერი არ არის და ეს რაღაცა ბოდიში და ეკონომიკური შემოდის დოვლათი პირიქით უნდა თქვა რეალობა
იმიტომ რომ ეს მიგრანტები თუ რამე არ გამოსწორდა, გადაიყოლებენ ამ ხელისუფლებას. თქვენ ბატონო ნიკოლოს იმდენ სიზამთ რომ აქ ჩიბურდანზეც დაიფრენენ იმ უნივერსიტეტიდან და ღირს არა, წესი დასაფრენია რა. მე ვინც ჩიბურდანიძე კი არა, ჩემი სისხლი და ხორცი რო იყოს, იმას არ დავინდობ. დღეს მიგრანტების თემა არის ყველაზე უპირველესი პრობლემა საქართველოში და ვინც გამოვა და ვინც გააправებს ამ თემას, ჩემი დაუძინებელი მტერია. რაში მაინტერესებს? სულ ეხლა ამ ხალხზე ვინ არის, რას წარმოადგენს, რატო უნდა მელაპარაკა ეხლა? მაგრამ უბრალოდ რო დავინახე ეს ადამიანი, უბრალოდ არ ვიცი რა. აი არ შეიძლება ამის გაკეთება რა. გეთანხმებით? სამშობლოს მოღალატეს არ გააჩნია არც ქესი, არც ეროვნება, არც ასაკი, ჩემთვის სულ ერთია უკვე რა. ეს მიწაწყალი ჩვენ იმისთვის არ მოგვიტანა ჩვენმა წინაპრებმა, რომ აი აქ ეხლა იმ გადაულოცოთ ცხებს, უფოთობოთ. მეორე ის არ გვინდაო ფრონტიო ომი არ გვინდა, რა თქმა უნდა ომის გარეშე იღებენ საქართველოს. თოფის გაუსროლად იპყრობენ საქართველოს ესენი. და ამაზე ჩვენ უნდა შევხედოთ თურმე ესე გაგებით, გესმის? ეხლა ეს მიგრანტების თემა მარტო მათ შემოსვლა არ არის კაცო. ამათ მოსდევს უკან ნარკოტიკების გასაღება. აი ეხლა ხო ხედავთ გადაცემებს, რეპორტაჟებს, როდესაც ხდება მათი დაპატიმრება. უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ესენი შემოდიან, შემოაქვთ ნარკოტიკები და ახდენენ თვითონ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას. აი ეს ახალი მინისტრი რომ დაინიშნა, რამოდენიმე კვირის უკან 300 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. 300 კილოგრამი, თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი ახალგაზრდა მოიწამლებოდა ამ 300 კილოგრამი ჰეროინი. ესენი მათი კურიერები არიან. ეს საკურიერო სამსახურიც მაგიტომ აქვთ, რომ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენ. 10-დან სიტყვაზე, ხო, 7 კურიერი ნარკოტიკს ასახებს. გინდა ის გლოვოს ფორმა ეცვას, რაც გინდა ეცვას. ეს ის კადრებია, რომელიც ერთ დაძახებაზე ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევენ. ჩვენ ნუ გვავიწყდება, რომ აღმოსავლეთში ვართ ფაქტიურად. ნუ შევართ იმიტომ ილუზიაში, ჩვენ ევროპაში არა ვართ. გარშემო აღმოსავლეთის ქვეყნები არის, ისლამური ქვეყნები არიან. ერთი რომ დაიძახოს პაკისტანიდან მითითება რომ მიეცეთ. გაანეიტრალებენ ქვეყანას ესენი, ცოტანი არ არიან, 9 მილიონი თქვენ ეყურებით ახალგაზრდას. ესენი ახალგაზრდა ჯანყონი წავსეები არიან. არა, ერთი რამეა რა, უყურეთ. ეხლა ბატონოსო, ჩვენ აი როდესაც ვლაპარაკობთ ამ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ რატო ვლაპარაკობთ? იმიტომ რომ აი სანამ ესე იგი არის კიდე შანსი გამოსწორების სიტუაციის მანამდე უნდა მივიღოთ, თორე გერმანიაში კატასტროფული სიტუაციაა უკვე. საფრანგეთში და ეს პატარა საქართველო, კაცო, ეს რაღაცა ვერ გავიგე, ამერიკა ხო არ არის, ამხელა იმას გაუძლოს რა. მე სადაც კი შევალ, მაღაზია იქნება, ეკლესიაშიც კი ესენი არიან, ყველგან აი არ არსებობს, რომ ეს ხალხი მე არ შემხვდეს იქ რა. ხო, ნუ ეს რაც შეეხება საქართველოს. და მე ვერ გავიგე ეს საქართველოში ქართველები ჯერ ხა სასწავლებლად დახვეული აქვთ ეს არც ის სასწავლებელად მინდა ჩამოვიდეს თუ კი ახლა ქართველს ვერ დავინახავ აქა სასწავლებლად ჩამოსვლა რა ის არის რაღაცა ესე რაღაცა ცოტანი არიან ეგ სასწავლებლად ჩამოსვლა არ არიან ჯერ ეგერთიც ხო მაგრამ ეს მოღალატეების ის ძირითადად მომუშავეები არიან ჩამოსულები აქ თორე სასწავლებელი გასაგებია ისწავლის და წავა მაგრამ ცოტაა ეგ ძირითადად მთელი ეს მასა მიგრანტების ჩამოსულები არიან იმისათვის რომ მიწები შეისყიდონ ან ბინები შეისყიდონ ან იმუშაონ და აი თქვენ იმ წეგან სწორად ბძანეთ შეხვალ იმაში რა ქვია მანქანის შეხვალ მაღაზიაში მიგრანტები მუშაობენ გლოვოა თუ რა არის ეს მოტოციკლეტები რო არის მიგრანტები არიან ტაქსის ზღოლები მიგრანტები არიან მანქანის სამრეცხაოში მიგრანტები არიან და მეცაც გეტყვით თბილისში უკვე გამოჩნდნენ მათხოვრები ფერადკანიანები ესე იგი მათხოვარი გაგვაკლდა ეხლა ვითომ ჩვენი მათხოვრები არ ეხა ვიღაცა მერთხელ მითხრა არ მახსოვს ვიღაცა პოლემიკაში ჩაერთო რომ შენო რაო მაგ გლოვოთი და ტაქსისტები საზღვრავო იმასო აბა სხვა მეტი საქართველოში საწარმო ფაბრიკა არ არის აბა სად რა უნდა გამსაზღვრო სხვა სერვისია რა არის აბა მეტი საქართველოში ფაბრიკა გუგუნებს ქარხანა გუგუნებს სადმე თუ რა სადაც არის ხა ესენი ეხლა მერიაში ვერ დასაქმდებიან საქართველოს ბანკში ვერ იმუშავებენ და იმაში თბილისში
არა, ნუ ჯერ არა აქვს არა, იმდენისა. ნუ ქართული არიცი. ქართული არიციან და იმიტომ კაცო ის კურიერი რომ მოდის ბოდიში და უნდა 1 საათი ელაპარაკო რომ მოვიდე შენთან. არც ენა იცის, არც ის აქვს განათლება ის რაღაცა ის სისტემაში რო კი, მაგრამ რაღაცა რომ მოაქვს ხელი თუ ფეხით რაღაცას ესე იგი გაგებინებს. არ დაგავიწყდეთ. ბანკში ვერ იმუშავებს. არ დაგავიწყდეთ აი ის იმ როგორ იმაში გაატარეს ის ქართველი კაცი იმაში ესე იგი როგორ აგინეს ლანძღრეს რომ ხინკალი რომ მიუტანა ესე აზელილი. კაცმა გამოთქვა პროტესტი თვითონ ამ გლოვოს მიმართ რომ ასეთ ადამიანებს რომლებმაც ჯერ ატარებენ რატო ასაქმებთო. ესე იგი ლამის არის იმ გოგოს ზეგლი დაუდგეს რა. ის ბავშვი რაშუაშია იმ ბავშვის მიმართ არავის პრეტენზია მაგრამ იქ იყო კომპანიაზე ეხლა როგორ შეიძლება აი ხა იგივე საფრანგეთი ვინ ამუშავებს ქართველს ეხლა კურიერად და გიდა ტაქსი ძღოლად იქ თუ არ აქვს შრომის უფლება ხო აქ ესენი დადიან დაგრიხინობენ საავარიო სიტუაციებს ქმნიან ამათ მარციარული იციან კომპანიებს შემოყავთ თვითონ თავიანთი რისკით შემოყავთ იაფი მუშახელი სპეციალურად კომპანიებს შემოყავთ ვისია კომპანია აი ხლა კომპანიები ვისია ვის იქნება ვის კარგად ვინ მიიღო კანონი ახლა ვინ მისცა 29 ქვეყანას უვიზო რეჟიმი ერთხელაც იცი რა არის ქართველი სად მიიღეს ეგ კანონი 29 ქვეყნისთვის დამატებით უვიზო რეჟიმის მინიჭების ეხლა ხელმოწერები გროვდება რომ გაუქმდეს ეს 29 ქვეყნის მიმართ უვიზო რატო უნდა გროვდებოდეს ხელმოწერები რას ემსახურებოდა ვინადგა მან კანონ პროექტი გასაგებია ბატონო თქვენ ხო კარგად იცით კანონის მიღების პროცედურა როგორ არის მთელი ამბავი უნდა კანონის ვინადგა მაგის სულ არა აქ ერთი რამე არის რა უყურეთ ჩვენ არა ახლა სულ იქით აბსტრაქტულად ლაპარაკი არ გამოდის უკან უნდა მივიდეთ არა ერთია ორად კონკრეტულ პიროვნებებთან უკან მივიდეთ ხალხო არა მეტი რა მივიდე საპატრიარქოს მიუწოდებ მე სხვა მეტი რა არის ეს ამ საკითხის დაძვრა ერთადერთი ინსტანცია შეუძლიეს საპატრიარქოს აბა პარტიები საქართველოში აღარ არის თავრობა რას აკეთებს ნუ თავრობა არიღებს და რა ვქნა თოფთხარ შეუვარდები არა არიღებს ვეუბნებით არიღებს აქ რა არის მისაღები უვიზო მიმოსვლის გაუქმება და იმ რეგულაციებიდან გამოსვლა რომელიც გავალდებულებს ჩვენ რომ მივიღოთ აქ მიგრანტები ტოლვილები და ვიღაცეები ხო აი ეს არის გაუქმება და აქ ეხლა რა არის ცით ვინც ამ თემებზე არც ლაპარაკობს საქართველოში ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის აგენტი არის რა ძალიან ბევრი ქვეყნის ჩვენი მეზობელი ქვეყნების და ყველასი და ამათ სუპეხებზე კიდიათ ეხლა განცხრომი ცხოვრობენ ზოგს ტელევიზია აქვს ზოგს ფირმა აქვს ზოგს ბიზნესი რაში აინტერესებს რას ეს ყველაფერი რა თვითონ იყოს კარგად ქართველი სადაც გაძღა იქ ეგონა სამშობლო და ამათ სამშობლო გონიათ ის არის სადაც თვითონ კარგად არიან მეტი არაფერი მოდით ამით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა ალბათ მინდა გითხრათ ბატონო სოსო მადლობა თქვენ ბატონი დავითი სოსო ჩატბერაშვილი ბატონი დავით ზირაქიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები და ამით დაგემშვიდობებით მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირადად არც ერთი ადამიანის მიმართ არ მინდა გამოთქვა პრეტენზია იმიტომ რომ ვიცი რომ ამ ადამიანის მიმართ ძაფრი გამოსვლა შეიძლება იყოს ვიღაცისთვის გულსატკელი მაგრამ ქვეყნის მოღალატების მიმართ ჩვენ ვიქნებით დამონტობლები კარგად ბრძანდებოდით